ვისამდე შენს დიდ და ცნობის მოყარე აუდიტორიას. ცნობის მოყარე ხალხი ნამდვილად მყავს. თქვენი მსმენელები შემოდიან ხოლმე Facebook-იდან და კომენტარებში მიწერენ ხოლმე. შემახსენა ხალხმა, რომ საინტერესო იქნება ბატონი კობას მოსაზრებებიო, მე გადავხედე თქვენს გვერდს და პოსტიც ვნახე, ვიზიარებ თქვენს ტკივილს ერის მამის, ჩვენი სულიერი მამის მილიონერის გარდაცვალების გამო და ამ თემაზე ვნახე თქვენთან ძალიან კარგი პოსტი. და მინდოდა რამოდენიმე სიტყვით, რადგან ჯერ ეს ამბავი ქართველ ხალხს კიდე კაი ხანს ვერ მოვინელებთ ამ ამბავს, დარწმუნებულიც ვარ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, რა ვიხილეთ, რა იყო ის დღეები გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე, ამ ყველაფერზე თქვენი პატარა ანალიზი რო გააკეთოთ და მე უკვე გადავალთ სხვა თემაზე. კარგი? ძიმე და ძნელი ამაზე საუბარი. შენ კიდე ძიმე მარხვარ დამთავრებულა და როგორ გითხრათ, აბა კიდევ ერთხელ ჩემს გვერდზეც გამაცხადე და კიდევ ერთხელ უსამძიმრებ სულიად საქართველოს ყველა ქართულს მფაიდებას ამ დანაკლის. თუმცა მეორე მხრივ უნდა ვთქვათ, რომ ცხოვრება გრძელდება, პატრიარქმა მოიხადა თავისი ვალი ქვეყნის და ერის წინაშე. გარდაიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუერთდა მრადისობას და უფალს. შესაბამისად, მხოლოდ უფალი არის მისი გამშელი და არც ერთი ჩვენთაგანი, მაგრამ ის რაც მოხდა საქართველოში აი ამ დაკრძალვის დღეებში და გარდაცვალების შემდეგ და დაკრძალვის წინა დღეებშიც. ეს არის სასახად ფაქტი. და ფაქტი ჯგუფია, ხოლო ფაქტი არის ის, რომ ერი და ბერი ერთად იდგა აი ამ დღეს და ერთად დადგა და მე მგონი ამ ყველაფერი ნათქვამია. ხა ჩვენ რაც უნდა ვისაუბროთ, ვინაც ახლა უნდა დაიწყოს რაღაცები წარსულში ქეკვა, ზოგიერთმა შეფასების მიცემა, პოზიტიური, ნეგატიური რაღაცების გაკრიტიკება, პრინციპში არც ეთიკური უკვე გარდაცვლილ ადამიანზე ზოგადად კრიტიკა ახლა მაინც რაფერს ვეღარ შეცვლის ისედაც ხო წარსულს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ადამიანი ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც იყო პატრიარქი, მივიდა პატრიარქთან და ქართველმა ხალხმა თუ კი პატრიარქს არ მქონდა ერისა და ქვეყნის წინაშე ცოდვა მიუწევა და ქართულ ხალხს ჰქონდა მარტო სიყვარული დარჩენილი გულში პატრიარქისა და ამ სიყვარულით გააცვლა იქ სამარადისო გზაზე. ამიტომ ნათქვამია რა, ხმა ღვთისა, ხმა ერისაო. აი ესებესმის მე ეს და სადაც ერი დადგა სულიად საქართველოს, ამისი ხმა იყო ღვთის ხმა და ამითი პრინციპში წესით დამთავრებული უნდა ყოფილიყო ყველანაირი სახის რაღაც დისკუსიები პატრიარქის როლზე, მის ავგარგიანობაზე, მის პლუსზე და მის მინუსზე. მაგრამ სამწუხაროდ არ მთავრდება მაინც გვესმის რაღაცა ხმასაკეული ინდივიდების და ახლა რა უნდა ითქვას, აი ის ხალხი ისინი ვინც კიდე რაღაცას ამობენ, რა ვიცი, არც მინდა იმაზე დავწვილ მანდე და რაღაც დეტალებში ჩავეძიოთ და რაღაცები დაუწყო ჩემგან გამართლება არჩევდება პატრიარქს და მის საქციელს და მის ასე ვთქვათ ამ ქონიურ მოღვაწარს. ის ხალხი თავისთავს აყენებს ქართული საზოგადოების და ქართველი ერის გარეშე და გარეთ, ხო? ან ქართველი ერი იყო ის სადაც იქ იდგა, რომ აი ამ გასვენების დღეს და ვინაც არ დგას მასთან ერთად, შეიძლება იძახოს, რომ მე ვარ მართალი და ყველა მთელი ერი არის ბრბო და ტყვანი და რაღაცა გადაიჭეხება ფარასავით. არ ვიცი, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ერის გარეშე და ერის სხეულის გარეთ აყენებს თავის თავს და რა ვიცი, მე არ მიმაჩნია ეს სწორი პოზიცია თქვენი ადამიანებისთვის, ვინაც ასეთ პოზიციებს იკავებენ. ახლა არ შეიძლება ახლა ჩემ პირადად ახლა რასაც მე შეიძლება ვკითხათ კიდე ერთი რაღაც ახლა ჩემი პირადი დაკვირვებიდან, აი 77 წელს მოხდა პატრიარქის აღსაყდრება. ხო და მე დავიბადე სწორედ იმ 77 წლის სექტემბერში და მოგვიანებით არა ფაქტიურად მე რო დავიბადე პატრიარქი იყო უკვე ელია მეორე და 58 წლისა ვარ და აი ამ 58 წლის განმავლობაში ვიცი რომ აი პატრიარქი არის ელია მეორე, აი ამით ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ ახლა ეს მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ნუ ასე იყო მთელი ჩვენი ცხოვრება და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება არის ქართული ერის და ხალხის და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ელია მეორე. სხვაშორის პირადად არასოდეს არ მინახია. დავამწუხარ ამაზე რომ არ მქონდა მაგისი შემთხვევა რომ პირადადაც ცხოვრებაში ლაიფ მენახა. მაგრამ მე პირადად აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო მარტო იმისათვის რომ პატრიარქმა კოვიდის აფიორის დროს არ დაკეტა ეკლესიაც ერთადერთი იყო პრეცედენტი მთელ სოფლიოში და ყველა ეკლესიებში და რელიგიურ ასე ვთქვათ
სერიოზულად დიდ რელიგიურ გაერთიანებებში. რაც არ შეწყდა ღვთისმსახურება და არ დაიკეტა ეკლესიის კარიბჭეები საქართველოში. აი ყველაფერს თავი დავარევთ მარტო ამის გამო ვიტყოდი რომ ეს იყო უდიდესი სულიერი ეს თქვა ძალის და მისიის მქონე ადამიანი, ვინაც ეს შეძლო საქართველოში და არ დაადგმევინა სატანას ტახტი იმ პერიოდში, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ ჩვენი ბიჭების ცხედრების გამოყვანაზე 2008 წლის ომის დროს და ბოლო-ბოლო დავამთავროთ იმით რომ ნახა იმით რომ სადარაჯოზე იდგა მთელი ეს პერიოდის ნეობის და ქართველობის და მართლმადიდებლობის და იქ ძალიან ბევრ გლობალისტურ და სხვა პროექტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია საქართველოში, დამთავრებული მისი მოწოდებით რომ ქართული მიწა არ იყიდება. და აი პატრიარქისთვის რო დაეჯერებინა ქართულ ხალხს ძალიან ბევრჯერ ალბათ შეიძლება უკეთეს ყოფილიყო რამესე ვიყოდი რა. ხშირად არ უჯერებდი ჩვენ თვითონ ჩვენი ქედმაღლობის გამო, ჩვენი აპარტავნობის გამო. ჩვენი იმის გამო რომ ჩვენ რაღაც ჩვენ თავი რო გვეგონა ისეთ რაინად რა. და საერთოდ ეკლესია ესეთნაირად ორგანიზებული ეკლესია და ეკლესია არის ქრისტეს სხეული, მაგრამ ეკლესია არ არის საერთოდ წარმოგვიდგენია დემოკრატიული რაღაცა, რომ ყველა არჩევნებზე მივიდეს და ხმა მიწეს ვიღაცას და მე კიდე რაღაც პოლიტიკურ ჩარჩნები ვატაროთ რა. ეკლესია, ქრისტეს სხეული არის იერარქიულად შექმნილი და აწყობილი სხეული და ეს ერთიანობა და სისტემა და ამ იერარქიას ჭირდება პატივისცემა, ანუ ვინაც არის იერარქიის ზემოთ, აი პატრიარქი ხო? თუ კი მის მორჩილებაში არ არის მის ქვემოდგომი მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები და ასე და მე იმათ მღვდლები და რაღაცები, ეს სისტემა არ და ვერ იმუშავებს. ხოლო შეუმცდარი არავინ არაა. ჩვენ მართლმადიდებლებს არ გვაქვს მაგისი მსგავსი კათოლიკების მსგავსი პოსტულატი არ აქვს რომ როგორც ისინი თვლიან რომ პაპის შეუმცდარობის დოგმა რომ რაც უნდა პაპმა თქვა ყველაფერი სწორია დააფერი არ იშლება. ჩვენ ესეთი არ აქვს მართლმადიდებლებს. ჩვენ გამოდივართ იმ პრემის იმ დებულებიდან რომ ყველა ადამიანი ნებისმიერ ადამიანი მათ შორის პატრიარქიც თქმა უნდა არის ვართ ცოდვი შვილები, არა ვართ შეუმცდარები, შეიძლება ყველას მოვიდეს შეცდომა ცხოვრებაში, არაერთი შეცდომა და შეიძლება მრავალი შეცდომა. ხოლო ჩვენი ქრისტიანული გზასწორედ ამ შეცდომებზე სწავლა არის, ამ შეცდომების ერთმანეთის მიტოვება და პატიება არის და თუ კი ჩვენ თვითონ დავინახავთ ჩვენ შეცდომას, იმისი გამოსწორება და აი ამ გამოსწორების გზით განვითარება ჩვენი როგორც სულიერი, ასევე სხვა სახის ინტელექტუალური და მონანიების გზით ჩვენი სულის გადარჩენის გზა. ამიტომ ახლა იმის თქვა რომ პატრიარქი შეცდომა იყო და აფერი ასოც არ შეშლია, მე მგონი ეს იქნება არც სწორი იქნება და პრინციპში არც ასაჭირო ასეთი რაღაცების, რატო ახლა ადამიანი ყოველთვის შეიძლება ყოველთვის ყველა ადამიანი ყოველას, მაგრამ ახლა რას ვთქვი ადამიანებს, ვინაც ახლა რაღაცა ვითომმა თქვენი მიერ დანახული შეცდომისგან, გადაცდომისგან რაღაცა, თუნდაც ცოდვის გამო დღემდე, აი გარდაცვლისაც კიდე არ გიჩერდებათ ენა და კიდე განიკითხავთ და ერთმა შეგინდოთ, მაგრამ მამაშენი პირადად მოგვართავ ასეთ ადამიანს და მამა თქვენები უცოდველები იყვნენ ისე გაიარეს მთელი ცხოვრების გზა რომ ერთი შეცდომა არც ერთ მამა თქვენს არ მოსულია ცხოვრებაში და ის რომ რაღაცაში შეცდა მამაშენი და ვიღაცასთან მიქარა თქვა და რაღაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და არ იყო ყველაფერში მართალი ეს იმის მიზეზი გახდა რომ შენ მამაზე უარი თქვი და საფლავში კიდე ჩააფურთხე რო ასაფლავებდი ასე მოიქეცი არა და თუ კი მამაშენის მიმართად მოქცეულ ხარ ასე მთელი ერის მამის მიმართ ატო იქცევი ამნაგვარად ეს ხომ ჩვენი სულიერი მამა იყო მთელი ამ დროის განმავლობაში და როგორც შეეძლო აი ამ სულიერ ნაობას უძღვებოდა თავის ჯვარს თავის მძიმე ჯვარს თავისი აქვეყნებული ცხოვრების განმავლობაში და აი ესე არის შემოძვირფასებო რა ახლა დავიწყოთ ახლა იმის არის გარჩევა რომ იქ 9 აპრილს რომ იდგა იქ რა თქვა რატო თქვა იყო თუ არა მართებული იმისი თქმა ჩვენი გასაკითხი და გასაჩველი არ არის და ჩვენი სარკი არც კი ვიცით რომ აი მაშინ რომ პატრიარქისთვის დააჯერებინათ უარესკნებოდ უკეთესია კიდე ცალკე საკითხავია მაგრამ ისტორიას არ გააჩნია თურმეობითი კატეგორია რომ თქვა აი რა იქნებოდა რომ ესე ყოფილიყო უბრალოდ არ არის რაღაცა რა ყველა ადამიანი აგებს პასუხს იმაზე თუ რა თქვა თავისოზე თუ რა ქნა და რა გააკეთა თავისოზე და 9 აპრილს სისხლი გაღებული მსხვერპლად ქართველი ახალგაზრდების სისხლი არის ის საფუძველი და ის საძირკველი რომელზეც დაშენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა და
პარიოს 16 წელია უკვე ხედავთ აი ამ სისხლზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობამ სანამდე მიგვიყვანა და მე არ მგონია რომ შედეგები კარგი იყოს უფრო სავალალო შედეგებს უფრო უკრაინულის განმავლობაში და შეიძლება ახლა მაინც დადგეს დრო ცოტა უფრო კრიტიკულად გადავხედოთ აი იმ პერიოდსაც და ჩვენს ამ პარტავნებასაც ქართველებისაც რომ აი ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ჩვენ ყველაფერი გამოგვივა და ჩვენ ყოველთვის ვქნებით ერთად და დავინახეთ მე ეს ერთობა რომელიც 9 აპრილს იყო როგორ უცებ გადაიქცა ერთმანეთის დაჭმად და იგივე ახლა მე რო გითხრა სიმართლე იმედი მაქვს რომ ახლა მაინც ეს ერთობა რომელიც შედგა პატრიარქის დაკრძალვის დღეებში იმედს დავიტოვებ, მაგრამ რო გითხრა დიდი იმედიც არ აქვს მაინც ქართველებისა მეურვეც, იმიტომ რომ ბევრი ხალხი და მთლიერი და ათასობით და 10000-ობით ადამიანი ერეკლე მეორის დასაფლავებაშიც კი მოვიდა. მაგრამ როცა ერეკლეს ომი ქონდა გადასატანი, მაშინ იმისი მიათედი არ იყო მოსული კრწანის სისულაზე. დასაფლავებაზე ყველა ერთად ვიცით შეკრება ქართველებმა. და ხვალ და ზეგ რა იქნება, როცა ისევ დააყენებენ ქვეყანას არჩევნის წინაშე და ერთმანეთის ხალხის გათიშვას შეეცდებიან და მოინდომებენ და განახორციელებენ, მაგრამ ქართველი ხალხის რეაქცია როგორ იქნება? აი ეს არის და ამას ძალიან მალე დავინახავთ და იმედია მე ვცდებოდე და იმედია ვცდები და ქართველი ხალხი გამოიჩეს ბოლო გონიერებას ერთად დგომისას. მე ამბავი ესე შევაფასე კობა. ის რაც სიცოცხლეში ნატურად ქონდა ადამიანს და არ ბაღირსეთ სიკვდილის მისი გარდაცვალებითაც უდიდესი მაგალითი დაგვიტოვა თურმე შეგვძლებია ისე რომ არ გვეკითხა ერთმანეთისთვის არც პოლიტიკური გემოვნება არ გვეკითხა ერთმანეთისთვის მოგწონს თუ არ მოგწონს მაგრამ ჭირში ერთად შევძელით დადგომა ეს უდიდესი მაგალითად დაგვიტოვა თქო მე ესე შევაფასე ის 3-4 დღე რაც იყო და მით უმეტეს მთელი მსოფლიოდან ვიღებდით სამძიმარს ხო როგორი ადამიანები გამოეხმაურნენ მით უმეტეს სხვადასხვა კონფესიები რა დონეზე პატივს სცემდნენ ჩვენს პატრიარქს ჯერ აუფლება გქონდა ჩვენ არ გვიყვარდეს და არჩენდეთ პატივს მთელი მსოფლიო აღიარებს მე სიცოცხლეშიც ვამბობდი ყოველთვის ესე მოვიხსენიებდი როდესაც ქვეყანაში ცოცხალი წმინდანი გვყავს აი ამ სიტყვებით ვამბობდი ხოლმე მე ესე მიმაჩნია ჩემი პოზიცია ჩემი აზრია და სხვას ვერ გავრევ ამ ყველაფერში მაგრამ მე ესე მიმაჩნდა არ შეიძლება ერთმანეთი დავჭამოთ წარსულის მაგალითებზე ვერ ვისწავლოთ რაღაცები, როდესაც ცოცხალი მაგალითი გვყავდა ამ ცხოვრებაში, ცოცხალი წმინდანი გვყავდა, მთელი მსოფლიო პატივს სცემდა, როდესაც ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული გვაქვს და თუნდაც რუსეთის ეკლესიაც კი ეკლესიამ ვერ გაბედა ის რომ პატრიარქისთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეპარქიების სახელი ჩამოერთმია პატრიარქისთვის და მიეთვისებინა ეკლესია ძიქაური იმათმაც კი ვერ გაბედეს ჩვენ პატრიარქს პატივისცემას ვერ გადააბიჯეს თორე არ შეეძლოთ აი ამიტომ ვიძახი რომ გონიერება გვმართებს და იქნებ წარსულის მაგალითებზე რაღაც კარგი გაკვეთილები გამოგვეტანა ჭკვიანი ხვის შეცდომებზე სწავლობს, სულელი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს და იმედია გონიერება ეყოფა ჩვენს ხალხს. ურთულესი დღეები გვერდება წინ. სწავლის დროც ამოიწურა. ну, აქამდე თუ კი ვერ ვისწავლეთ, აწი უკვე გვიანიცა, იმიტომ რომ ისეთ დროში და ესეთ პერიოდში შევედით უკვე და ცხოვრობთ, რომ თუ კი ახლა ქართველმა ხალხმა უნახა ერთად დადგომის რესურსი და ვერ გადააბიჯა თავის რაღაც აჩრდილებს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის ნაშრომი ვართ და მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ ერთად დადგომით ერთმანეთის დახმარებით იმისგან მიუხედავად ვინ რა იყო წასულში ვინ მისიანი იყო ვინ რა და დღესაც კიდე რა ორიენტაციის და რა ასე რომ ვთქვათ პოლიტიკური შეხედულობის ადამიანი არის ქართველი მართლმადიდებლები ერთმანეთთან თვალად ვიქით ახლოს და თუ არ ერთად ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და ერთმანეთს თუ არ მიუწევთ ყველაფერი და თუ არ მართლა ჭეშმარიტი ერთიანობა თუ არ შევინარჩუნებთ მაშინ ჩვენ ძალიან მალე აღარ მინდა თქვა რას გვიზამენ რა მაგრამ ერთ სამეს ვიტყვი რა აი მე ადრეც მithქვავს რა მე მიმაჩნია რომ ქრისტიანობა ამის მერე მithქვეს დავინახეთ პატრიარქის დასაფლავებაზე ქრისტიანობა უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული ისე როგორც ეს იყო გამოცხადებული მეფე მირიანის დროს თავის დროზე და იმისთან მიუხედავად იქნება ახლა მონარქია თუ სხვა სახის მმართველობა რელიგიური ასპექტით არის 40 მეტი სახელმწიფო რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფო რელიგია ზოგს მათგანს ქრისტიანობა ზოგ მათგანს მუსულმანობა და შემდეგ მაგრამ საქართველოს გააჩნია კონკორდანტი ახლა ეს არის სხვა ფორმა მაგრამ
ეს არ არის რომ გამოცხადებული სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და მე პირადად მიმაჩნია რომ არავის არ ქონდა უფლება ისტორიაში მეფის მირონცხებული მეფის მიერ მირიანის მიერ მიღებული გაწყვეტილების გაუქმებისა არავის არ ქონდა ამის უფლება ეს პოსტულატი რომ ქრისტიანობა არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია დაიკარგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან ერთად, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობა თუ არ აქვს, მაშინ სახელმწიფო რელიგიაც აბსურდი ხდება, არა? უბრალოდ ჩვენ რომ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა, როცა საქართველოს აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რუსეთის იმპერიაც პრინციპში მართლმადიდებელი სახელმწიფო რელიგია ჰქონდა და ასე რომ ვთქვათ, ნაკლებად მტკივნეულად მიიღო ხალხმა მაშინ ეს პროცესი, მაგრამ სახელმწიფოების აღდგენა, როცა მოხდა 1918 წელს, ეს იყო მენშევიკების მიერ შემუშავებული კონსტიტუცია, ეს იყო სეკულარული, რა თქმა უნდა და მასში არ ჩაიდო ეს პუნქტი, რომ ქრისტიანობა აღმდგარიყო სახელმწიფოების აღდგენასთან ერთად აღმდგარიყო პოსტულატი ქრისტიანობისა, როგორც სახელმწიფო რელიგიის თაობაზე. და მიმაჩნიეს არასწორად მიმაჩნიეს, რომ 90-იან წლებში, 90 წელშიც აი იმის ბაზისზე აღშენებული თანამედროვე ქართული სახელმწიფო რელიგია აი ამის გარეშე არის. იმიტომ რომ ეს არის არა მარტო სიმბოლური აქტი, რომ შენ დროშას აჩვენებ, რომ აი ჩვენ მართლმადიდებელი და ქრისტიანი ქვეყანა ვართ, არამედ ეს არის დამცავი მექანიზმი იმისთვის, რომ გარკვეულმა ძალებმა არ მოგვაქვიონ თავზე ანტიქრისტიანული და ანტიმართლმადიდებლური კანონები, ამის ცდობა იყო და უფრო მეტ ზრუგს მოგცემს იმის საარგუმენტაციოდ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს და ეს და ეს გავატაროთ კანონმდებლობაში, იმიტომ რომ საქართველოს არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ის კრძალავს ამას და ამას მაგალითად, ხო? და მეორე საკითხი ის არის, რომ ჩვენ ახლა სამღვდელოების მხრიდან კიდე ისმის რომ მათ აკმაყოფილებს კონკორდატი და რომ მათ არ უნდათ რომ სახელმწიფო ჩაერიოს ეკლესიაში და საქმეებში და ამის გამო იკავებენ თავს. ახლა ეს მათი პოზიციაა და მე ხა მაგათთან კამაჩი არ შევარ. მე როგორც საერო ისე ვსაუბრობ. მღვდლებს და სამღვდელოებას აქვს თავისი მისია და თავისი საქმე და საკეთებელი. ჩვენ საეროებს კიდე მოგვეთხოვება ერის კაცებს მოგვეთხოვება სახელმწიფოებრივი აზროვნება და იმაზე ფიქრით, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის რა არის უკეთესი. და 95 და 96 წელი სახელმწიფოს არსებობა, სახელმწიფოს რელიგიის გამოცხადების გარეშე შედეგებს ვხედავთ, ხო? რა შედეგებიც გვაქვს დღემდე საქართველოში და როგორ არის ერის და ქვეყნის და სახელმწიფოს, ასე რომ ვთქვათ, მდგომარეობა როგორიც არის. და ჩვენ რა გარანტია გვაქვს, ან თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველები და მithumetes მართლმადიდებელი ქართველები ქვეყნის შიგნით უმცირესობაში არ აღმოჩნდებით? იმ დემოგრაფიული ცვლილებებისგან გამომდინარე, საქართველოში მოხდა და რაც გრძელდება და მიმდინარეობს. და აი იმ მომენტში, როდესაც რაღაცა მომენტში თქვენ დაგვიფაროს, მაგრამ საქართველოში სხვა კონფესიის წარმომადგენლები იქნება უმრავლესობაში და წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს იმ პერიოდში ისე როგორც ახლა არ იქნება სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადებული, ხო? მაშინ რაღა ფასი იქნება ამ კონკორდატს თუ კი სხვა რელიგიებს იგივე უფლებები გააჩნიათ კანონის წინაშე. გამოცხადებულია რელიგიის თავისუფლება საქართველოში, ხო? და ამაზე, რა ვიცი, ამაზეც საფიქრალი გვაქვს ალბათ და მე მოუწოდებდი ხელისუფალს აპრინციპში ახლა მაგათ. მე ამ ჩემთვის ასუს არ გაუგონიათ მაგათ, მაგრამ წესით ასე უნდა იყოს, რა მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა უნდა ეფუძნებოდეს იმ პოსტულატს, რომ ჩვენი სახელმწიფო რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. და მე მგონი ამ საკითხს ჯობია რომ დავამთავროთ. ახლა მე მგონი დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ძალიან დიდი რისკების წინაშე ვართ მეთქი და ამაზე გადავიდოდი დიდი სიამოვნებით. კი. აი ამ რისკებზე რომ გადავიდეთ და პლუს ამას მოვყვეთ რეალურად ბოლო პერიოდში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ რა ხდება. ირანის და ისრაელის თავს ხედავთ, რომ აქეთ-იქეთ ბაგაბუგი არ წყდება დარტყმები, აქედან ამერიკის განცხადებები ვრცელდება, აქედან რუსეთის პოზიციები ჟღერდება და აი ამ ყველაფერზე თქვენი პოზიცია და აზრი მინდა რომ მოასმენინოთ ხალხს და რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. როგორ შეაფასებთ? ეხლა რა მოცემულობა არის მე თქვენ გქონდათ ნახსენები და დგას თუ არა ბირთვულის საფრთხე? აი ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ რა. თეკლა ჩვენი ბოლო საუბარი როდი შედგა? პარასკევი დღე იყო ეს ხო გახსოვს? ე ბატონო. და რა გითხარი მე შენი პარასკევ დღეს? ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო ჯერ მე მონაკვეთი ცალკე წამოვჭერი და ადამიანმა გააჟღერა და შაბათი დღე გათენდა და ატყდა ბრახა ბრუხი. და მთელი ამბავი, ხო? ერთი დღის შუალედში ახდა თქვენი პროგნოზი და მე მოგწერეთ კიდეც მაგ დღეს გახსოვთ? ნათქვამი არ გქონდათ უკვე ახდა თქო.
შაშანაც ოდესაც 12 დღიანი თუ რამდენი დღიანი 12 დღიანი ომი მოხდა ისასა და ირანს შორის აი მაშინაც თქვი წინადღით რა პარასკევს რომ შაბათკვირას აშშ ან ტრამპი დაარტყამს მეთქი ბომბდაბშენებით ირანს და ირანის ატომურ საცავებს სადაც ინახავენ გამდიდრებულ ურანს მეთქი რა და მართლა თუ გახსოვთ ისიც მე მაშინ ჩემი Facebook-ის ლაივის საშუალებით მიმართ საქართველოს და მაშინ თქვი რომ ეს მოხდებოდა ფაქტიურად 48 საათის განმავლობაში ესა იყო პარასკევი დღე და შაბათკვირას მამდამდვილად დაგიხდა ყოველი კაი ესე მოხდა როგორც მე ვთქვი იმიტომ რომ მაქვს ჩემი წყაროები და ჩემი მეთოდი როგორ შეიძლება მე 100 ინფორმაციას ვთქვა საკმაოდ 90%-ზე მეტი ვარაუდით უკვე და ალბათობით და დაზუსტებით მოგახსენოთ რომ ისე არ ვთქვი ეს იყო ანალოგიურად 3 კვირის წინ იყო ზუსტად 3 კვირი უკვე 4 კვირა გავიდა 4 კვირის დაწყებულია ეს ომი მახსოვს რომ აი 26-ში იყო ავღანეთ პაკისტანს შორის უკვე პრელუდია და მაშინ თქვი რომ აი ეს შესავალი არის უფრო დიდი ომის ამეთქი 27-ში იყო ჩვენი საუბარი და თქვი რომ აი ახლა ამ შაბათკვირას მეთქი რა ხვალზე უკვე ირანის ძერის დადგება და ირანსაც დაარტყამან მეთქი და დაარტყეს კიდევაც რა ახლა სათუ გავიხსენე დაახლოებით დეჟავიუ სიტუაცია რა ხა ანალოგიურად აი დღესაც შემიძლია გითხრათ რომ ესკალაციის ახალი საფეხური ანუ სახმელეთო ოპერაცია არის დღე-დღეზე ველოდები მაგასაც არ გამოვრიცხავ ამ შაბათკვირას ასე ხვალ რო გავიღვიძებთ ან ზეგ კვირას არა უგვიანეს შეიძლება ეს ინფორმაცია მივიღოთ იმიტომ რომ ამერიკის შესაბამისი სადესანტო ასე ვთქვათ კორპუსი მიემართება უკვე ირანის რეგიონში კუნძულების და სანაპიროებისაკენ მათ ახლა გააძლიერებთ 10,000-იანი დაჯგუფება რომელიც ასევე დღეს გამოცხადდა რომ გადაისრულეს და გაემართა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ეს არის სადესანტო ძალები ძირითადად და ეს არ იქნება რა თქმა უნდა ახლა ესე 100,000-იანი კორპუსის შესვლა ასე ვთქვათ სახმელეთო და მთელი ირანის აღების კომპანია მაგრამ ალბათ ეს იქნება უფრო გარკვეული ცალკეული პატარა კუნძულების ანუ ერთი კუნძულის მაინც დესანტირება და აღების მცდელობა აშშ-ს ქვით სასკო ქვიტების და დესანტების მიერ და ეს გადაწყვეტილება ალბათ როგორც ჩანს უკვე მიღებულია და როგორც ჩანს ტრამპი წავა აი ამ ესკალაციაზე, იმიტომ რომ ტრამპი როცა მაშინაც გითხრათ, როცა ტრამპი ამბობს რომ კიდე 10 დღიან ვადას ვაძლევდა გადავწიე და მე დავბომბავდა ჯერ არ დავბომბავდა რაღაც მოლაპარაკებები, ასე მაშინ ცრუობს და მაშინ ამზადებს მზაკრობას და ამზადებს დარტყმას და ალბათ ამ დარტყმას უახლოეს დღეებში განახორციელებს. ნუ ამისი ვარაუდი დღეს კიდე უფრო გაამტკიცა ჩემი ეს ეჭვები და ვარაუდი იმ ფაქტმა რომ დიდი დანაკარგები იყო პარასკევ დღეს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Dow Jones და საკმაოდ დიდი კომპანიების რომელიც იქ არის წარმოდგენილი ტექნოლოგიური გიგანტები და ძალიან საკმაოდ პროცენტები დანაკარგები განიცადეს და ესეც ასე თქვათ ინდიკატორია იმისა რომ ალბათ უფრო დიდი ომი და დიდი ომის მოდელირება და ახალი ესკალაცია ანუ სახმელეთო ოპერაციაც შეიძლება იყოს უკვე შემადგენელი ნაწილი თუმცა სახმელეთო ოპერაცია აი თქვენ ატომი ახსენეთ და ატომური და ბირთვული რეაქტორები და მათი და დღეს ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ მომენტში იბომბება ირანის შესაბამისი ატომური ობიექტები ისრაელის მიერ და აი ეს დაბომბვა აი ერთხელაც ადრესს ნათქვამი მაქვს ჩემს Facebook გვერდზე რომ ისეთი ლოგიკა აქვს ამ ომის ესკალაციას რომ ბოლო ეტაპზე შეიძლება მართლა ატომური ბომბის გამოყენებაზეც არ გაჩერდნენ ეს ვაჟბატონები და არ თქვან უარი მაგრამ აუცილებელი არა მაინც ბირთვული იარაღის გამოყენება საკმარისია ისეთი ობიექტების დაბომბვა სადაც შეიძლება დიდი რაოდენობით რადიაცია გამოვიდეს მაგალითად იგივე ირანში არსებული სანახები სადაც ატომური ელექტროსადგურები ბუშერის მაგალითადაც რუსებიც მუშაობენ და სხვა ადგილები სადაც ინახება მათ მიერ გამდიდრებული ურანი და მეორე მხრივ ირანის მიერ თუ დაებომბება მაგალითად ისრაელის ატომური და ბირთვული ობიექტები ანუ ესე იგი მიყავთ საქმე ამ ესკალაციამდე რომ შეიძლება მე თქვა რომ აი ხო ხედავთ უკვე რადიაცია ვრცელდება რეგიონში და არა მარტო რეგიონში და ესეც გეგმის ნაწილია მე თუ მკითხავთ მე ამას დავარქვი პანდემია 2.0 აი როგორც კოვიდის დროს იყო ხო პრინციპში რომ აი ყველა უნდა ჩაიკეტოს იმიტომ რომ არ გადაგედოთ ესა
და მე კიდე რაღაც ნერსები და წამლები და ესენი რა ქვია უნდა იშხუყუნოთ, ხო? რო არ მოკლას აი ამ ვირუსმა, ხო გახსოვთ ეს ყველაფერი, ხო? დარჩის სახლში. ახლა იგივე დარჩის სახლში შეიძლება განახორციელონ აი ამ გზით, რომ აი რადიაცია არის და ფანჯრები დაკეტეთ, კარები დაკეტეთ, ასე რაღაცები შეიძლება გითხრან ძალიან მალე, რომ იყოს ჰერმეტულად დახშულდეს კარები და ფანჯრები და დარჩათ სახლში. და ნუ მე რა თქმა უნდა მოყვება იმას ჯანმუდან წამოსული დირექტივები, მე მოყვება მას ჯანმუდან შემოსული წამლები და იმ წამლებში რა იქნება კაცმარიცის. ამიტომ მე პრინციპში შაშანაც ვისაც ახსოვს ჩემს მერეს მაშინაც კი ვთქვი, ვინაც გამიგონა რომ მოიმარაგეთ და გქონდეთ მაინც რა სახლში ეს იოდის ტაბლეტები მეთქი რა, და იოდის აბები, ეს თქვი შაშან პირველი გასროლის დროს და იგივეს გამიმეორებ ახლაც რა, ამიტომ რომ რა მაინდა და საკადროსტარობასაც მაინდა მაინც უნდა ელოდოთ, როდის მოხდება უბედურება და როდის ჯანმო რაღაცას ჯანმოდან წამოვა დირექტივები და იქიდან წამოვა რაღაცა წამლები. ანუ საქართველოს თავისი ორგანიზები, თავისი ხალხის დააცავად ვერ უნდა მოახერხოს მაგალითად იოდის აბების დარიგება და ორგანიზება და შესყიდვა და ისე რომ კონდეს ქართულ ადამიანებს ოჯახებში საკმაო რაოდენობით იოდი. და იოდი არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ საშუალება პირველი დახმარების, როცა თუ კი ღმერთმა უკნასთან მოხდა დიდი გაჟონვა ან რაღაცა შესაბამისად ატომური რადიაციის, რომელსაც ადამიანმა მიიღოს მისი ჯანმრთელობის დაცავად. მაგრამ მე მგონი ხო გეუბნებით ეს უფრო მოდელირებულ პანდემია 2.0-ის გეგმებს უფრო გავს, სადაც აი უკვე აი ამ ვაჟბატონებს და ჯანმოს მათ შორის აქვთ ასეთი გეგმები, ისევ ლოკდაუნების, ისევ ჩაკეტვების ხალხის, ისევ თავისუფლად ატარების, ისევ იძულებითი და ასე ვთქვათ მათ მიერ გამოწერილი მედიკამენტური ასე ვთქვათ თერაპიების ჩატარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი აქეთკენ მიყავთ საქმე, მაგრამ ამაზე არ გაჩერდება ეს ყველაფერი, საქმე მიდის როგორც უკვე არაერთხელ მithქვამს ხელოვნურად მოწყობილ, ნუ კრიზისი უკვე ისედაც მოაწყო ხელოვნურად, ხო, აი ნავთობის და ბენზინის და გაზის ფასების კატასტროფული ზრდა, რაც მოსაუნდელი იყო პრინციპში ამ კონფლიქტის დაწყებისთანავე და გასაგები იყო, რომ ესე მოხდებოდა ამ სცენარით გამვითარდებოდა მოვლენები. ნუ ვითომ ესე მოხდა რა, ვითომ ახლა არის უდანეს რომ მოხდებოდა, ნუ მოხდა ესე, რომ აი გაძვირდა ბენზინი, გაძვირდა გაზი, შესაბამისად გაძვირდება ყველა სხვა პროდუქტი და იქიდან გამომდინარე რომ გაზზე არის ძალიან დიდი რაოდენობით დამოკიდებული სასუქის გატანაც შემცირდა და შესაბამისად ჩავარდა ხო მთელი ეს ჩვენი სეზონია რა, ახლა ხვნათესვის სეზონი და ამაზე ჩვენ ქონდა საუბარი. მოდელირებული და დაგეგმილი შიმშილობა უკვე ამ წლის ბოლოს შემოდგომისთვის ამ თარისთვის, რომელსაც დაარქმევენ მე აი ეს ვაჟბატონები, ვინაც იყენებენ მათ შორის ბიბლიურ სიუჟეტებს, აპოკალიფსზე და აპოკალიფსის 4 მხედარის ასე ვთქვათ მონათხრობს, იყენებენ აი გვეტყვიან რომ ეს არის აპოკალიფსის მესამე მხედარი, შიმშილი. პირველი ხო კოვიდი იყო, ანუ პირველი იყო ავადმყოფობა, ეპიდემია. მეორე ომი, ახლა რომელიც მიმდინარეობს აპოკალიფსის მეორე მხედარი ომი უკრაინაში, ომი ირანში, მოდელირებული ომები, რომ ამ ომს კიდე აღვივებენ და კიდე ცდილობენ რომ მაქსიმალურად მეტი ქვეყანა ჩართონ ახლა და აი მის პროცესები მიმდინარეობს. და მესამე მხედარი შიმშილი ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ აქედანვე თუ მოიმარაგებს ხალხი რაღაც სულსაც ანოვაგეს, მე მგონი არ წავაგებთ ქართველები განსაკუთრებით. ხო, რაც შეეხება ომის პერიპეტიებს, აი თქვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, რომ არ დამთავრებულა იქ უკრაინის ეგრეთ წოდებული ომი, რაც მიმდინარეობს უკვე 4 წელია და მიზანი და ასე ვთქვათ, გეგმაში აქვს აი ამ სოფლიო გლობალისტებს, ვინაც ამ ყველაფერს აგეგმარებს, აი ამ ომის კიდევ უფრო გაღვივება და გადატანა ევროპის სხვა ქვეყნებზე. ანუ იქად უნდა მოხდეს ევროპის ქვეყნების ჩართულობა, აი მოგეცნებათ აი არ ვიცით თქვა ეს ამის შესახებ, ბოლო ინფორმაციაც მივიღეთ იქიდან იყო, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, მათ შორის ჯერ პოლონეთმა და მე ესტონეთმა ლატვიელთმა თავის საჰაერო სივრცეში გაატარა უკრაინული უპილოტო საფრენები, რომლებიც იერიში მიტანეს ლენინგრადის ოლქზე და სანქტ-პეტერბურგზე, ანუ რუსეთის ჩრდილო დედაქალაქზე. შესაბამისად, რუსეთს შეიძლება ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ ეს ქვეყნები უკვე ომის მონაწილეები გახდნენ, რადგან მათ გაატარეს თავის საჰაერო სივრცეში და იქიდან შემოფრინდა დამტყმელი დრონები რუსეთის ტერიტორიაზე და ანუ უკვე სინჯავენ ნიადაგს ევროკავშირის ქვეყნების ან ნატოს ქვეყნებისა და რუსეთს შორის ომის ასე ვთქვათ გაღვივებაზე, ამასთან დაკავშირებით და ამ კონტექსტიდან გამომდინარე ძალიან ნიშანდობლივია ტრამპის ბოლო განცხადება, არაერთხელ განუცხადებია, ორჯერ განაცხადა უკვე, რომ აი თქვენ ნატოს ქვეყნების ნატო არის რაღაც
ქაღალდის ვეფხვი, რომელიც აი ჩემს ამერიკის გარშემო საფრთხეს წარმოადგენს და როცა მე დამჭირდაო ახლა ხო, აი რომ დაგიძახეთ დახმარებაზე ერთი არ გამოხმეურო, ყველა უარი მითხრა, ხო, ასე თქვა ტრამპმა, რომ აი უარი განაცხადეს ნატოს ქვეყნებმა ჩვენს დახმარებაზე, როცა თქოთ არ სჭირდებოდა პრინციპში, მაგრამ მოსინჯეთო რა და კაი თუ არც გვინდაო პრინციპში თქვენი დახმარებაო, ამ ორჯერ განაცხადა, რომ ამათმა ჩვენ უარი გვითხრეს, აი დაიმახსოვრეთ ხახნო. აი ამ ნატოს ქვეყნებმა, ევროპულ კონგრესზე საუბარი ჩვენ არ დაგვიჭირეს ხარ, როცა ჩვენ დახმარება გვინდოდა, უარი გვითხრეს ხარდაჭერაზე. ახლა ამას ტყუილად ამბობს ტრამპი, რა როგორ გონია ახლა თეკლა ამას ტყუილად რატო იტყვის ორჯერ გაიმეორა ახლა მაგის სიტყვებს მასე ქარზე, ბევრს გონია რომ რაღაც ის ამართლა რა ქვია, დაკი მასხარა და ეგრე არ არის მასე მაგას გათვლილი აქვს ამ ბევრი რაღაცა გათვლილი აქვს ამ რეჟისორებს რომ ოდესაც ამ რეალობის წინააღმდეგ რამდენიმე თვეში ალბათ დავდგებით რუსეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებს შორის ომის გაღვივება მოხდება მაშინ ტრამპი გავა ძალიან მშრალ აი ამ საქმიდან ეტყვის რომ აი ხო გახსოვთ მაშინ თქვენ არ დამეხმარეთ ამერიკაში ეტყვის რომ ხო გახსოვთ ევროპელებმა ჩვენ ხარ დაგვიჭერს და ჩვენ ირანს ევმებოდით და ამიტომ ახლა ჩვენ რატომ უნდა დავეხმაროთ რომელი ნატოს მეხუთე პუნქტი. ანუ ესე იგი ამათ უნდათ ამერიკას უნდა რომ რუსეთმა იქ ეომოს ევროკავშირი და თვითონ ამერიკა არ იყოს ვალდებული ამ ომში ჩაერიოს. აი ეს არის მაგათ სტრატეგიული გეგმა. და პარალელურად აქეთ აგრძელებს თავის ფრონტზე, ასე ვთქვათ, ირანის განადგურების გეგმას, რამდენად გამოვა მაგას დავინახავთ ამ დღეებში. საინტერესოა ჩინეთი რას ამ პერიოდში, მაგრამ ამერიკას საკავკაული პროპორციები მინარობს იქ თუ ცდები უკვე კი არა დღეს თუ გუშინ მოხდა ესეთი რაღაცა. აი პარადოქსების ხანაში ვართ, რომ აი ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, მესამეს რაღაცა კიდე იმაშვებიან, გეგმავენ და სულად ალოგიკური რაღაც მომენტები, რომ სურრეალური მომენტები, რომ აი როდესაც რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინაში და ტრამპი უხსნის მაინც რუსეთს სანქციებს და გუშინ ჩავიდა რუსეთის დუმის დელეგაცია, დღესაც იქ არიან ამერიკაში, დღეს აი ჩვენ აქ ვსაუბრობთ და რუსი დუმის დეპუტატები ესაუბრებიან კონგრესმენებს კონგრესის მიწვევით, კონგრესში არიან დადიან იქ ექსკურსიებზე, აჩვენებენ მათ კაი ლამაზ ადგილებს, აი ამ რუსებს და ის რაზე არის საუბარი, იქ რაზე მიდის მათ შორის მოლაპარაკებები, უკრაინის ომის დამთავრებაზე კი არ მიდის მოლაპარაკებები და არც ირანის ამბავზე. მოლაპარაკებები მიდის რუსებისთვის ისევ პირდაპირ ფენების აღდგენაზე და ვიზებზე და უვიზოზე, რომ აი ვიზების პრობლემა არ ქონდეს, რომ ჩავიდნენ ისინი რუსები, ისევ როგორც დადიოდნენ მაიამი ბიჩზე და იქ დაისვენონ აი ესეთი ერთი შეხედვით პარადოქსული და სურრეალური ამბები ხდება და ამას არავინ არ უკვირდება ან დეტალებში იმალება ეშმაკი. აი ერთმა ხალხის წინაშე ხალხსო დაანახება ვითომ რუსეთი და ამერიკის დიდი დაპირისპირება და სიამოვნებაში აი კულუარებს მიღმა ესეთი შეხვედრები მინარეობს და რუსეთი არც თუ ისე დიდად აკრიტიკებს ამერიკას იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც აშშ ახლა ირანის წინააღმდეგ ახორციელებს. შეიძლება რაღაცა თქვას იმან მედვედევმა დაწეროს რაღაცა ალიბის სახით, მაგრამ ქმედებები რათი დაეხმარა რუსეთი ირანს მაგალითად რითი 300 ტონა წამალი გაუგზავნოს. ჰუმანიტარული დახმარება, ხო? და ამითი ყველაფერი ამოიწურა, შემოიფებლა ამით ყველაფერი რა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესე არ არის როგორც ჩვენ გვაჩვენებენ რაღაც მოდელირებულ მომენტებს და გვირებენ ჭკუას და ტვისს და ჩვენ უნდა გავიხსენოთ იმის იქით რა ხდება. ჩვენ უნდა გლობალური სურათი დავინახოთ რა ხდება მთლიანად დედამიწაზე და საით მიყავთ გლობალისტებს ერთიანი გლობალური გეგმები. ირანიც არ გეგონოთ თქვენ რომ საერთოდ ამოვარდნილი არის ამ დედამიწის კონტექსტიდან და აი მაგალითად ავიღოთ ირანის ცენტრალური ბანკი, ირანს გააჩნია ცენტრალური ბანკი, რომელიც ისე როგორც ჩვენი ცენტრალური ბანკი არის, როგორც სოფლიო ბანკის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. და ამ წევრობას მას დღემდე უარი არ უთქვია. და აი ამ ორგანიზაციებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სოფლიო ბანკი შეუძლია თავისი დირექტივებით გააკეთებინონ ირანის ცენტრალურ ბანკს ისეთი რაღაცეები, რომელიც პრინციპში ირანის პარლამენტის, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილის გარეშე არ არის დემოკრატიული, ხო, პარლამენტი უნდა გადაწყვეტოს იქ რა სახის რეფორმები გატარდება ან არ გატარდება, მაგრამ იმის გამო რომ საერთაშორისო ასე ვთქვათ, ხელშეკრულებებით ირანის ცენტრალური ბანკი არის დაქვემდებარებაში სოფლიო ბანკთან, მთავრობას შეუძლია გაატაროს პარლამენტის გვერდის, ირანის პარლამენტის გვერდისავლით შეიძლება გაატაროს რაღაცა პროცესები, მაგალითად ციფრული ვალუტის შემოღება და ამაზე მიდის მუშაობა ირანში, როგორც კორონას დროს ირანში არაფერი აბსოლუტურად სხვა რამე არ მოხდარა და იგივე მასკარადი ჩაატარეს, როგორც ყველგან სხვა ქვეყნებში.
იგივე ვაქცინაციის პროგრამა შემოიტანეს მილიონობით ვაქცინა, რომელიც კოვაქსის პროგრამით შევიდა ეხა ირანი ჩალიჩობდა 6 მილიარდის მიღებაზე ჯანმოდან. ამერიკამ დაუბლოკა, თორემ ისე ერთი ახსნა მაგიცაა, რომ ფულის მიღების ვარიანტში მზად იყვენო ყველა ეს ლოქდაუნებიც გაატარეს და თავის საკუთარ აცაზე დაიწყეს მაშინ მუშაობა და მიიღეს კიდევაც იმისი ნებართვა, რომ საკუთარი როგორც ვაქცინის მწარმოებელი ქვეყანა, ესე წარმოჩენილიყო ირანი მაშინ 2020 წელს საუბარი. ანუ ყველა ის გლობალური პროგრამა, რომელიც რაღაცა ცენტრებიდან მაგალითად ჯანმოს ეგიდით მთელ მსოფლიოში ხორციელდებოდა, ირანიც ამაში მიიღებდა და იღებს მონაწილეობას. და ციფრული ვალუტა, როგორიცაა მაგალითად ციფრული იუანი ჩინეთში, ციფრული რეალი ირანის ვალუტა, ეს არის დამტკიცებული პროგრამა. თქვენ არ გეგონოთ რომ ირანი რაღაცა ებრძვის გლობალისტებს და არ უნდა ამ გლობალურ სისტემაში ჩართვა, ან არ უნდა ციფრული საკონსტიტუციო ბალაკის შემოღება. უბრალოდ უნდა სხვა მომწოდeblis შეერეს ჩინეთი, რასო მან არ შეიცვალა სისტემიდან კი არ გამოვიდა, არამედ იგივე სისტემაში არის მეორე პარალელური პარალელური სტრუქტურა BRICS-ი და აი ამ BRICS-იდან და აი ამ ჩინეთის ასე რომ ვთქვათ ჩინეთის რომელიც სრული არის უფრო მეტი როლი ითამაშოს გლობალურ სტრუქტურებში და სისტემებში, აი ჩინეთის სისტემიდან გამომდინარე მათთან ალიანსში უნდა განახორციელონ იგივე აბსოლუტურად იგივე პროექტები, როგორიცაა ციფრული ვალუტა, ციფრული რეალი ირანში და იგივე ციფრული იუანი ჩინეთში და ეს ციფრული ვალუტები ისევე როგორც რუსული საბანკო სისტემა, ასევე დღემდე მიმული რჩება SWIFT-ის საგადასახადო სისტემა, საბოლოოში მაინც SWIFT-ი და მაინც ერთი სისტემა არის, უბრალოდ ხალხის დასანახად უნდა აჩვენოთ, რომ ვითომ ერთი არის და ვითომ მეორე არის ალტერნატივა. ალტერნატივა კი არ არის და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ არის. არამედ სიამოვნებაში არის ერთ სისტემაში უბრალოდ სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ პარალელური სტრუქტურები, რომ ალტერნატივის ილუზია შეგვიქმნან ხალხს. გამიგეთ რას გეუბნები და სიამოვნებაში გეგმა, რომელიც დაწერილია ერთ და იგივე ცენტრებში, ეს გეგმა ხორციელდება მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის ამ გეგმის გასახორციელებად იყენებენ ომები ჭირდებათ მოსახლეობის დასაშინებლად, პროსპერისად, რა თქმა უნდა, შესამცირებლადაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველაზე კაი ვარიანტია ზედმეტი ხალხის ამოწყვეტისთვის, მაგრამ პროსპერისად დასაშინებლად, რომ მე შეზღუდვები შემოიღო, იმიტომ რომ ომი ყველაფერს აპრავებს, შეზღუდვები აგეთ თქვენ მოგეხსენებათ უკვე ინტერნეტის მიხედვით, აი ხედავთ რომ რაღაცა ინტერნეტს უკვე უჭერენ ხელს და რუსეთშიც უნდათ რომ საერთოდ რაღაც ტელეგრამი და სხვა არხები გააუქმონ და ხვალ მე მგონი ბურუდღია ეწურება ბურუდღა ტელეგრამისას რუსეთს და აი ესეთი ლოკდაუნები ჩვენია დღეს გამოგირთავენ ამ ინტერნეტსაც და იქნებიან ხალხი აბსოლუტურ ასე ვთქვათ უიმედობაში რომ რაღა ვქნათ თავმოჭრილებადებივით მე ბაკუმი შეიქმნება და ინფორმაცია ვერ გავრცელდება ესეთი მართული ქაოსი აი რაღაც ახლა ხდება ხალხო რომ იცოდეთ მართული ქაოსის შექმნა მსოფლიო გლობალურ მასშტაბში საბოლოოდ ყველა ძველი სისტემის გასანულებლად და ახალი სისტემის შემოსატანად რომელიც კი ძალიან ხისტი და მკაცრი და აი ამ სისტემაში გადასარჩენად ქართველებს ერთადერთი გზა გვაქვს ერთად დგომის. აი გვინდა თუ არ გვინდა, ერთად თუ არ დავდექით, და გვაქვს დატირები და სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ვისიანიც არ უნდა იყოს ყველას მოგმართავ. ერთად თუ არ დავდექით, სხვანაირად ვერ გადავრჩებით. სამწუხაროდ ეგ რეალობაა, ძალიან ბევრს ეს ყველაფერი არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს, ან წაუყრუებს ხოლმე. სიმართლე გითხრათ, იმაზეც მეცინება, რომ აი ამერიკა თუმე ხალხის პოზიციებზე მეცინება ძალიან, ამ ისრაელის და ირანის ომში რუსეთი არ არის დაინტერესებული ირანი დამარცხდეს, მაგრამ არც მალე დასრულებით არ არის დაინტერესებული, ხო? ვინ იხეირა ეკონომიკურად ამ ქაოსის პერიოდში, ხო? ამასაც ხო უნდა მიექცეს ყურადღება, გოგო. რომელმა სახელმწიფომ იხეირა ეკონომიკურად, ვინ იყო ეს სახელმწიფოები, ხო? ამერიკა შეეშალა თუ არ შეეშალა, სარგებლობს სხვა, ხო, ამ ყველაფრით და ვინ არის ეს სახელმწიფო, ესეც უთხარით. ომი არის ყველაზე კარგი საშუალება, რომ უცებ დიდი ფული იშოვო. აი მაგალითად, ამასთან გამოვიდა ინფორმაცია, რომ იმ პერიოდში, აი როდესაც ტრამპმა განაცხადა ამ დღეებში, ამდენიმე დღის წინ ხო განაცხადა, რომ ისა რა ქვია, მოლაპარაკებაზე წამოვიდა ირანიო და ომს ვამთავრებს საერთოდ და ძალიან კაი პერსპექტივები, კაი მოლაპარაკებები არის და ამიან გამოსვლიდან ძალიან უცებ წავიდა, ესე თქვა, ბენზინის და ეს ნავთობის ფასი დაეცა იმ დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში. და აქციების ფასმა მოიმატა, მაგრამ
მე ერთ-ერთმა ჟურნალმა თუ გამოცემა გამოხმარა, რომ სანამ ტრამპის ამ გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე თუ წინა საღამოს ძალიან დიდი ტრანზაქციები განხორციელდა, ასე ვთქვათ, ფიუჩერსების ბირჟებზე და ძალიან დიდი რაოდენობით, ასობით მილიარდი ოდენობის, ვთქვათ, ფსონი დაიდო იმაზე, რომ ნავთობი გაიაფთებოდა და მდგომარეობა დასტაბილურდებოდა. და ვინაც ესე იგი იმ პერიოდში ეს ფული ჩადო ამ საქმეში, მან მოიგო 2 მაგ და 3 მაგი რა, ეს რომ მართლა ეს მოხდა. მაგრამ მე გავიდა დრო და რამდენიმე საათში ირანმა განაცხადა რომ არა ჩვენ ის რაღაცას მოდიალობს არაფერი ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ და ისევ დაიწყო მე ნავთობის მასმა ზევით აწევა, მაგრამ იმ პერიოდში სანამ ეს ვარდნა მოხდა ვიღაცეებმა ბირჟაზე ძალიან დიდი ფული მოხსნეს რა, მიგე რა ხდება? და ესეთ რაღაცებს, ეს შესაძლოა შებრტყილი არის ჩვენი ტრამპი და ესეთ ინსაიდერულ რაღაცას რა, ინსაიდერულ ინფორმაციის გაცემას ისე კარგად მარჯვედ იყენებს, რომ თვითონ კი მდიდრდებიან. ახლა თქვენ ქვეყნებზე მეკითხეთ, რა თქმა უნდა, თვითონ ბრიტანელებმაც და ამერიკელებმაც აღიარეს, რომ ყველაზე დიდი ბენეფიტი არის გახდა რუსეთი უბრალოდ ყოვლისა, ხო, აი ამ პროცესების, ამიტომ რომ ნავთობის ფასის მომატება, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს ხალხს და მიიღო დივიდენდები და რაც მეტი დრო გავა და რაც მეტი გაგრძელდება ორმუზის ჩაკეტილი სრუტის პირობებში, ეს თქვა ნავთობის ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი, რომელიც სამში არა დეფიციტი, მაგრამ ასეთ მოდელირება მოხდა ამ დეფიციტის. რუსეთის ნავთობი არის მოთხოვნადი, იყიდება არა მარტო იმ ქვეყნებს, რაც აქამდე ინდოეთს დაანებებდეს თავჯერ ამერიკელებმა, რაღაც გააკეთა ხო ტრამპმა, ხო? ტრამპმა ინდოეთის პრეზიდენტ მოდიშ ჯერ იმდენი ეჩალიჩა რომ დაითანხმა რომ აღარ შეესყიდა რუსული ნავთობი, რომელსაც მაშინ ინდოეთი იაფად იყიდულობდა, ძალიან იაფად ყიდულობდა. და სულთან რამდენიმე დღეში დაიწყო ომი, აი ამ გადაწყვეტილების მიღების მერე დაიწყო ომი და ტრამპმა მიცა ინდოეთს უფლება, რომ ინდოეთმა თქვა, რომ რაღა ვქნა, ესე იგი აღარ მომდის ნავთობი, მე ნავთობი სპარსეთის ყურის ნავთობის იმედზე იყო და ამიტომ დათანხმდა რუსული ნავთობზე უარის თქმაზე ინდოეთი. და რამდენიმე დღეში ტრამპმა თქვა, რომ კაი, გაზრდევ ისე უფლებას, რომ შეიწყიდო რუსული ნავთობი, რა ხარ ასეთ სიტუაციაა. მაგრამ იმ პერიოდში უკვე რუსეთმა თქვა, რომ არა, ძველ ფასზე არა, იაფ ფასზე დამთავრდა უკვე საუბარი. ახალი სიტუაცია შექმნილი და ახალი ფასი უკვე $100-ზე აცილებული ბარელის ფასით აწვდის ახლა დღეს რუსეთი ინდოეთს ნავთობს. ანუ ვინ გამოვიდა მოგებული? რუსეთი, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ტრამპის ქმედება რო დაუკვირდით, რო გავაანალიზოთ, ხო, ჯერ ინდოეთისთვის აი იმ ხელშეკრულების გაწყვეტა, რომელიც რუსეთისთვის იყო დაბალი ფასი ნავთობი და რუსეთი მცირე ფულს ღებულობდა ამ ხელშეკრულებიდან. და რამდენიმე დღეში განახლება ხელშეკრულების, როცა რუსეთი ღებულობდა თითქმის 40%-ით მეტს $100, იგივე ინდოეთიდან, ხო? ანუ რუსეთზე აი, როგორ გითხრა, აბა რუსეთი სხვანაირ აგენტს ერთ სახში ვერც ინატრებდა, რომელიც რუსულ საქმისაზე გააკეთებდა, როგორც ტრამპმა გაუკეთა ეს, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. გამიგრას გეუბნები? აი მართლა რომ რუსეთის დასმული იყოს ტრამპი იქ თავის პრეზიდენტად აგენტად, ხო? და სხვა ვინმე რო ყოდეს დასმული თავის აგენტად, მე შტირლიცი, ხო? შტირლიცი მეტი კაის ვერ გაუკეთებდა რუსეთს, რაც ტრამპმა გაუკეთა აი ამ აფიორით, რომ შეაწყვეტინა კონტრაქტები ინდოეთს და მერე დაადებინა თავიდან უფრო მაღალ ფასებში. და მოუხსნა სანქციები, როცა ფასმა მოიმატა. არა მარტო ინდოეთში ყიდიან უკვე იქ რა ქვია მალაიზიაში და ინდონეზიაში და ტაილანდში ყიდიან უკვე თავის ნავთობს. ავსებენ თავიანთ სამხედრო კასასა და გააგრძელონ ომი უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. და ესე იგი გამოდის, რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთში უნისონო რაღაც ერთმანეთს აი ამ ბურთს ხანის გადაუგდებს, ხანის გაუწევს, სატოპკეს აუწევს, ესე რომ ვთქვათ რა, ამ ტენის თამაშის დროს რა ერთმანეთს რა ძალიან ახლაც არუშლიან მაინდა-მაინც ხელს, ხო? და ერთმანეთს აძლიერებენ და ანუ ამერიკის შეერთებული შტატები რო იცით თქვენ ყველაზე დიდი მწარმოებელი ნავთობის რომელი ქვეყანა დღესდღეობით თუ იცით ეკლა აი შენ როგორ გონია და ჩვენ მაყურებს ცდე ხო ვიცით რომ რუსეთი ბევრ ნავთობს აწარმოებს ხო დიდი მწარმოებელია რუსეთი ხო კიდე ვიცით ვიღაცები გავიგე აი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღესდღეობით ნავთობის რომელი ქვეყანა არის ბატონო ინტერესს დაგვიწერეს ვენესუელა არა რამდენიმე ვერსია ერთმანეთს დაემთხვა არა თქვენ შეკითხვა ვერ გაიგეთ მე არ გეკითხებით ვინ არის ყველაზე დიდი მარაგის მფლობელი მეთქი მაგას არ გეკითხებით მე შეგეკითხეთ ვინ არის დღესდღეობით ყველაზე მეტი მწარმოებელი ანუ ვინ აწარმოებს ნავთობს ვინ აკაჩავებს ახლა ნავთობს და ვის გამოაქვს სოფლიო ბაზარზე ან თუნდაც თავის შინაგან ბაზარზე ამერიკა არის ვერსია მაგრამ რუსეთი მგონია ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები მეც რუსეთი მეგონა რატომღაც
და ამერიკის შეერთებული შტატები არის, მიტომ არის ყველაზე დიდი მწარმოებელი, რომ მან ასე თქვა, აი რუსულად ქვია სლანცევი რაღაცა, ხო, ესე იგი, აი ეს გაბურღვით და რაღაცა, რა ქვია, ფიქალისტუ რაღაცა ქვია ჯანდაბა მაგას სასახელი და მე არა ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ აი არაეკოლოგიურად ღრმა და აი ამ შრეებში გაბურღვის შედეგად, რომელიც არის საკმაოდ ძვირად ღირებული, ამის ამ ასე თქვა სისტემით და აი ამ მეთოდებით მოპოვებული გაზის და ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი არის საშიშო დღესდღეობით. ნავთობი მარაგი გააჩნია თქმა უნდა ვენესუელას დიდი, მაგრამ ვენესუელას სხვა სახის მძიმე ნავთობი აქვს, რომელსაც ვერ იყენებს ვერც ამერიკა მაინდა-მაინც თავისთვის კარგად და არის გარკვეული ქვეყნები და მაგალითად ჩინეთს შეეძლო მისი გადამუშავება და მის გადამუშავებას ფული ჯდება და ამერიკას არ უგის რომ თავისთან გადაამუშავოს და ან ხო გესმით აი სხვა ქვეყნებში მოპოვებულ ნავთობს სხვა მარკა და სხვადასხვა ვთქვათ კონსისტენცია გააჩნია რა და ყველგან ერთნაირად არ ხდება მისი გამოყენება. გამიგეთ რა ხდება? რუსული ნავთობი სხვანაირია ვიდრე ვთქვათ არაბული ნავთობი და ასევე თვითონ ამერიკული და აი ამერიკული ფიქალის აი ნავთობი რომელსაც ამერიკას ვთქვათ ძალიან დიდი დანახარჯებით იყენებს მისი მოპოვება არ იქნებოდა რენტაბელური, აზრი არ ექნებოდა თუ კი მაგალითად ნავთობის ფასი იმერყეობდა 50-60 შორის. იმიტომ რომ მისი წარმოება უკვე მისი მოპოვება ღირს 40-50 დოლარი რა ბარელზე. ხო და ამიტომ შენ გამოგდის რომ რასაც ესე იგი ხარჯავ იმის ამოღებაში ის რჩება ხელში ხო და ტრამპი ხო ბიზნესმენია მას უნდა რომ 1-2-რად მომოგება მაინც მოცა 50 დოლარი თუ დაუჯდა მისი ამოღება ბარელის 100 დოლარი მაინც უნდა იყოს ფასი ხო რომ ერთ-ერთში მოგება ნახოს არა და ამისი ყველაზე კარგი საშუალება რა იყო რომ ამერიკული ნავთობის ფასი როგორც სოფლიო ნავთობის ფასი მომატებული იყო ეს იყო ომი რა თქმა უნდა ანუ ამერიკა როგორც ყველაზე დიდი მწარმოებელი ნავთობისა სინამდვილეში მოგებული რჩება რასაც ჩვენ არ გვეუბნებიან წაგებული რჩება ევროპა რომელიც არ აწარმოებს საკუთარ ნავთობს არ აწარმოებს ძალიან მცირე რაოდენობით და არის დიდი ექსპორტიული ნავთობისა და რა თქმა უნდა დატყვის ქვეშ არის ჩინეთი რომელიც არის ესე ნავთობის და ინდოეთი მათ შორის ყველაზე დიდი მოხმარებლები ნავთობის და ზოგადად ენერგეტიკის ძლიერდება მათი დამოკიდებულება რუსეთზე ჩინეთს არ უნდა რუსეთზე დამოკიდებული ყოფილიყო ჩინეთს მიტომ იქონდა ირანის ნავთობი და სხვა ქვეყნებიდანაც კიდე ვენესუელა და ასე დივერსიფიკაციას ახდენდა ნავთობის და გაზის ვთქვათ იმპორტისა რომ მას არ უნდა ზედმეტად დამოკიდებული ყოფილიყო ერთ ასე ვთქვათ მომწოდებელზე რუსეთზე იქაც ისეთ თამაშები მიდის მაგრამ ტრამპის აი ამ ქმედებით აი ამ ომის შედეგად ხო ფაქტობრივად ტრამპმა ისევ ჩინეთი ჩაახუტა რუსეთს და ჩაახუტა რა გაგებით თუ დამოკიდებული გახადა რუსეთის ნავთობის ექსპორტებზე და არა მარტო ნავთობის კიდე გაზის ექსპორტზე ხო და ესე საოცარი რაღაცები არის თუ მაგრამ თუ კი ჩვენ დავფიქრდებით რომ რაზე შეიძლება მოილაპარაკეს იქ ანკორიჩში რო შევხვდნენ ეხა ალიასკაზე ხო პუტინი და ტრამპი მაშინ ყოველთვის ვიძახდი ბატონო კობა რომ ალიასკაზე ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ რაც ნაბიჯები იდგმება მსოფლიო პოლიტიკაში ეს იქ იყო გადაწყვეტილი და ის ნაბიჯებიც იქითკენ მიდიან რაც მოილაპარაკეს აი ეს იყო მთელი მოცემულობა მე ვფიქრობ და აი იქ რომ ყოველთვის აღნიშნავ ლავროვი რა მაისურითაც მივიდა არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა ჩვენ ხო ვიცით იქ რაზე მოილაპარაკეს არავის გაუკეთებია განცხადება მაგრამ ლავროვის მაისური ჩემთვის პოლიტიკური განცხადება იყო მაინც და ნაბიჯ ხედავთ რომ ხდება რაც უნდა ეს ახლა ვიღაცას არ მოწონდეს ეს პროცესი შეიძლება არც მე არ მომწონდეს მაინდა-მაინც ხო რა არის ამაში მოსაწონი ესე იგი ეს მტაცებელი ქვეყნები ესე იგი დაგვაყენეს ახალი რეალობის წინაშე სადაც არავით არის საერთაშორისო სამართალი ხო დიდი ხანი აღარ იყო მაგრამ ხო უკვე საერთოდ დაასამარეს და შემოიღეს მარტო ძლიერის ნება და უფლება ვისაც აკრძალა აი როგორც მეკობრე წადი თუ გინდა მოკალი ვინაც გინდა გაიტაცე ვინაც გინდა დაბომბე რომელიც გინდა ოღონდ შენი მიიტაცე რაც გინდა არა პრობლემა ანუ ფაქტიურად აი რა გითხრათ ისი მე ამას დავარქვენ ჩემი რაღაცა როგორც შემოვიტანო პოლიტოლოგიაში ახალი ცნება რა მსოფლიო წესრიგში ვცხოვრობთ ჩვენ ვცხოვრობთ ჯონ უიკის მსოფლიო წესრიგში აი ჯონ უიკი სისტემაში ასე რომ ვთქვათ მოგესალმებით ცნობილი სერია და ფილმის რა 4-ია გამოვიდა თუ არა ჯონ უიკ კეანუ რივზი არის თავროლში ხო როგორც ერთ-ერთი კილერი დაქირავებული და იქ რანაირი მდგომარეობაა რა მთელ მსოფლიოს ასე ვთქვათ მაფიას იქ არის კლანები ხო არის რუსული მაფიის კლანი ხო იქ რომლის წევრიც არის ჯონ უიკი როგორც ბელარუსი იქ არის იაპონური იაკუძა იქ არიან რა ქვია იმას ამერიკის და იტალიური მაფია იქ ცალკე არის კიდე ლათინოსები და სხვა კლანები ხო არიან ხო სხვა კლანები რა მარტივად შეგიძლია რაღაც პოლიტიკური დასკვნები გამოიტანო მაგის ყურების შემდეგ კი ამ ეს ფილმი ძალიან ისეთ გვანახეს საინტერესო და მაგრამ აი ამ კლანებს მაინც რაღაცა საერთო მმართველობა გააჩნიათ ხო რაღაცა
არ ვიცი ცაძის ეს მართველობა, მაგრამ არის კიდე საერთო მართველობა, რომელთაც ყველა ეს კლანები ემორჩილებიან და ემსახურებიან. და ვინაც რაღაცა გადაცდომა ექნება ამ კლანებიდან, ხო, ამ მართლობასთან, მე აგზავნიან მსხვერპლს და ჯიან იმას, ვინაც რაღაცა განახტევებენ ვალს და ძალიან წარდაც აზღვევინებდა ძალიან ბევრი სისხლიც იღუება. აი მსგავს რაღაც ანტიუტოპიაში აღმოჩნდით აი ამ 21 საუკუნის 2026 წელს და ეს 2026 წელი გახდა ძალიან ეს უკვე დაიწყო და მე ვამბობდი ამაზე, ხო? 2026 წელი იქნება ყველაზე სისხლიანი, ყველაზე ცეცხლმოკიდებული, ცეცხლოვანი და აი ამ ცეცხლს ანთებენ ყველგან, სადაც შეუძლიათ. და ჩვენგან არც თუ ისე შორს არის, ეს არის ჩვენი საქართველოს მდგომარეობა გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული ელემენტარულად. ღმერთთან უკნასთან იქ ატომური ესკალაცია და როცა საუბარი არის. რასაც შენ ამბობ გეოგრაფიული მდებარეობა და ზოგადად გეოპოლიტიკა, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ამ მოცემულობას ვერ გავექცევით, ხო, ყოველთვის ამ გეოპოლიტიკურ ველში დავრჩებით, სადაც ვიყავით, ვართ და ვიქნებით. მოდი ახლა რადგან ამ თემას დიდი რაოდენობით ტოლვითა წამოსვლა იქნება შეიძლება ამიერკავკასიაზე და ეს რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით არ ჩაივლის ეს ამბავი, ხო? მოდი რადგან ამ თემას შეეხება რომ წყლის წარმოებელ იმას გავანადგურებო რა თუნდაც სამი არსებობს წყლის აი მარილი რო ზღვის წყლიდან მარილი გამოიყვანდა უზარმაზარი წარმოებიან მთელს არაბეთის უნებში, საუდის არაბეთში, ყატარში, ბაჰრეინში, ემირატებში ყველგან და თუ კი ირანმა მართლაც დაბომბა ხო ის გაუკაცრიულდება მთელი ახლო აღმოსავლეთი და ახლა ირანი კიდევ მთლიანად განადგურების პირას უნდათ მიიყვანონ ხო თუ კი თამაშები არ მიმდინარეობს რაღაცა ისეთი ჩვენგან დამალული იქნება მარტო იქიდან გამომდინარე შეიძლება იყოს დიდი ნაკადები ხალხისა ვინაც წამოა ტოლვილებად ესაა უკვე კატასტროფა ამიერკავკასიისთვის და მე ევროპისთვის რა თქმა უნდა მაგრამ უფრო სწრაფი და უფრო საშიში იქნება თუ კი მართლა დიდი რაოდენობით სადმე გამოგნას და მოახდინეს ასე რომ ვთქვათ მიტანა იერიში ატომურ სადგურებზე და ან სხვა საცავებზე სადაც რადიაციის გავრცელება აი ამით უფრო დააშინებენ ხალხს იმიტომ რომ რადიაციის ყველა შეეშინდება როგორ გითხრა აი კორონა იყო და შეიძლება ადამიანს უთხრა რომ აი ნახე გავრცელების არეალი იქნება იმხელა რადიაციის ყველა შეეშინდება კი ბატონო ნახე გავრცელების არეალი იქნება იმხელა ტერიტორია, რომ ამის არ გეშინოდეს სულელი უნდა იყო და რომ არ ფიქრობდი ამაზე, ხო? ასე რომ დაკეთებენ, რომ ხალხი დააშინონ. იმის და მიუხედავად რეალურად იქ რა შედეგი იქნება და რა საფრთხე იქნება ჯანმრთელობის, მაგრამ იმას უფრო მეტი მოყვება კიდე ასე რომ ვთქვათ მედიალური და პროპაგანდისტული დაშინება ხალხის რომ აი და არ გამოკვდე და რაღაცა თუ არა მოკვდები და ეს და გასკევებს და ეს დალია და ეს ნემსი გაიკეთე და არ გამორიცხავ რაღაც ახალი ვაქცინებით შემოგთავაზონ კიდე მოიფიქრონ რაღაცა კიდე მაგნაირი mRNA ტექნოლოგიაზე რომ აი მაშინ რამდენი გადაურჩა მაგის რა ვთქვათ mRNA pseudo fake ვაქცინაციას და რამდენი მარში უფრო თავის ორგანიზმში ასე ვთქვათ გაურკვეველი და ექსპერიმენტული პრეპარატები ხო მაგრამ აი ამ მოცემულობაში მე არ ვიცი ვინ გადაურჩება რადგან ამ ყველაფერზე მოვედით უკვე და დავიწყეთ საქართველოსაც საუბარი ზოგადად ვრჩევია ხოლმე ქართველებს მე რო ვიყო მე უკეთ გავაკეთებ მე უკეთ ვიცი და ასე შემდეგ მაგრამ მე რადგან თქვენ მოგიწვიეთ სტუმრად მე თქვენი აზრი და პოზიცია მაინტერესებს რა შეიძლება გამოსცალოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაც რომ გავითვალისწინოთ დემოგრაფიაც ყველაფერი ერთად რომ გავითვალისწინოთ პოლიტიკური მდგომარეობაც სოციალურ-ეკონომიკურიც ყველაფერი ერთად რომ ავიღოთ ბატონო კობათქე როგორ ფიქრობთ რა გზას უნდა გაყვეს აი ესეთი ბეწვის ხიდი როდესაც არის ხო სოფლიოში აფიჩილებულია სიტუაცია შენ ხარ სახელმწიფო რომელიც რუკაზე წერტილივით ჩანხარ ხარ ხერხემალი ტერიტორია რომელიც გეოპოლიტიკურად ყოველთვის არის საძიძგნი ტერიტორია როგორ უნდა გაიაროს ქართველმა ხალხმა გინდ პოლიტიკურად გინდ სოციალურ-ეკონომიკურად ეს გზა რომ ცოტა ნაკლები მე ვერ ვიტყვი რომ ასეთ დროს რომელიმე სახელმწიფო გამოძვრება რაღაცა პრობლემების გარეშე, როცა ესეთი მოცემულობა მსოფლიოში, მაგრამ ნაკლებ უმტკინეულო რო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, რა ნაბიჯები შეიძლება, რას ფიქრობთ, სად შეიძლება გამოსავალი ასეთ დროს იყოს ქართველისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვერცერთ ძალას ვერ დავეტაკებთ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება
ვიყოთ რომელიმეს მხარე ან ამერიკას გულშემატკივროთ აქედან ან ირანს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ობიექტურ მოცემულობაზე რასაც ხედავთ რა ხდება მაგრამ იმის იქეთ როგორც სახელმწიფოს იმდენად სუსტია ჩვენი სახელმწიფო ეხლა აღიაროთ ხო ერთმანეთში ხომ მაინც უნდა შეგვეძლოს იმ რეალობის აღიარება რაშიც დგევართ და რაშიც ვარ რა შეიძლება გამოსწავლად და ნაკლებით კივილით გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა აი გარდამტეხი პერიოდიდან. ყოველთვის საუკუნეების განმავლობაში გარდამტეხ პერიოდში ქართველები ვასყდებოდით თუ რამე გარდამტეხი პერიოდი იყო, მაინც ჩამოიქცეოდა და ჩვენ ნანგრევებში ვექცეოდით ყოველთვის, ხომ? და ეხლა თუ შეიძლება ამ დიდი პოლიტიკური გადაწყობის პერიოდში თუ არის შანსი ნაკლები მტკივნეული პროცესებით გამოძრეს საქართველო. კი ბატონო, თეთრ შევეცდები შენ კითხვაზე უპასუხო ძალიან სწორი და დროული შეკითხვა. არის კიდევ ერთი ფანტომი, ასეთი მოხმარებელი თქვენი მსმენელი, რომელმაც დასვა შეკითხვა რომ აი ცოტა მომავალი ტექნოშიმშილის თაობაზეც გითხრას ყობა რამეო და მე მგონი ნაწილობით ვახსენე, არც მომისმენა თუ არა, ტექნოშიმშილი და ასე შიმშილი არის დაგეგმილი და ეს არის მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი გოლოდომორი, სადაც შეიძლება დიდი ხალხის დიდი რაოდენობა გაწყვეტოს უბრალოდ ხელოვნურად მოწყობილი შიმშილით რა. ანუ პროდუქტებზე, არა მარტო საჭმელ სასმელზე, წყალზე შეიძლება, აი მაგალითად იგივე აღმოსავლეთ ქვეყნებში თუ წყალი აღარ მიეწოდათ იმათ, მოგდებიან ხო წყული წამოვლენ აქეთ ხო გაწყვეტა საქონლის, რომელსაც გვაწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთში და სხვადასხვა კიდე ხოცავენ კერძო პირების ფლობელობაში მყოფ საქონელს და ნახარ ამას ამოყვება მე დამოკიდებულება აბსოლუტურად გიგანტებზე. ანუ ჩვენ ვართ მსოფლიოს რომელიც ტექნოკრატიული გლობალისტების ხელში არის ჩაგდებული მთელი ეს მსოფლიო და ერთმანეთში ინაწილებენ და ვინმეც წაღლიტავს და წაიღებს იმაზეა დამოკიდებული და ხალხს ამდენ სატოვებენ კიდე მაგასაც ფიქრობენ სად რამდენი შეამცირონ რა. აი ასეთ რეალობაში აღმოჩნდა. ასეთ რეალობის პერიოდში აი დიდი ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური რღვევების და მიწისძვრების და ნაპრალების გაჩენის და ერთმანეთზე ხალხის შეჯახების და ომების და სხვათა პერიოდში ქართველებმა ჩვენ უნდა უბრალოდ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე უნდა გადავხედოთ ჩვენ ისტორიას და ჩვენს დიდ მეფეებს რომლებიც არც თუ ისე იოლ და მეტი უკეთეს პირობებშიც ახერხებდნენ ქვეყნის კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ძალთა მობილიზებას, ქვეყნის ღერის და ხალხის გამთლიანებას, გაერთიანებას და ავა თუ კარგად ღმერთის წყალობით კიდე ყველანაირ ასეთ კატასტროფათა გადაღმის ქართველმა ენმა გაუძლო, გადარჩა და მოიტანა დღემდე მოვედით, ხო? და აი ჩვენ უნდა ჩვენი წინაპრების გავლილი გზა გავაანალიზოთ და როგორც შევთქვი, ხო, აი არ შევასკდეთ, სადაც არა სჯობს, ვთქვათ. მე დღეს პატრიარქის საუბრის დროს თავიდან 9 აპრილი ვახსენე და აი ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ ყველაზე წინ ვარ გავქცეულიყავით ქართველები. ხო, ისეთ მიდოდა პროცესები ისე იყო ჩაშვებული უკვე საბჭოთა და მაინც იშლებოდა ეს ყველაფერი. საბჭოთა კავშირის დაშლა იყო შიგნიდან კგბ-ს მიერ უკვე ინსტრუირებული და ორკესტრირებული და ეს მაინც მოხდებოდა და შეიძლება ამ სხებს გადავჩენილიყავით, ხო? და იმას გადავჩენილიყავით, რომ მე მის შემდეგაც კიდე დატაცობა წავიდა და ნანგრევებში მოუყევით ფაქტიურად და 35 წელი ამდენ წელიწადში ვერ გამოიყიდა ქვეყანამ. კი ბატონო, და აი მსგავსი გულფიცხობის გამო კიდე რო არაფერი უარესი კიდე ხიფაც არ შევთქვეთ ახლა სწორს ამბობ რომ ომი უნდა გამოუცხადოთ ომს. ეს არის კონსტანტინე გამსახურდას სტუდია დავთამაშებიდან, ხო? ომი უნდა გამოუცხადოთ ომს. ომს ყველა ფრონტზე. არ უნდა დაუჭიროთ ხარი არც ომს უკრაინაში, ვის ხარეზეც უნდა იყოს, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ და საუდის წინააღმდეგ. აქეთ ირანის წინააღმდეგ თუ ისრაელის წინააღმდეგ თუ ამერიკის წინააღმდეგ ომს უნდა დაუჭიროთ ხარი. ომი არის საშინელება და არანაირი პოლიტიკის შესრულება და არანაირი რეჟიმ ჩეინჯი და ვიღაცის რაღაცა ვითომ რაღაცა გადემოკრატიულება არ არის არც ერთი ბავშვის სისხლის წვეთად. და რაც უნდა აპრავოთ და აიძახოთ რომ აბა ისენი ხო ესეთი რეჟიმი და ასეთი რეჟიმი არც ერთი რეჟიმი შესვლა არ არის 175 ახალ პატარა გოგოს აი ჩემი გოგოს ხნის ბავშვების კაცო ისა რა ქვია ერთი ბომბით განადგურება. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს აი იმ ბავშვების სახეში ჩაიხედეთ მათი სურათები ნახეთ ვინაც ერთი სარაკეტო დარტყმით განადგურდა სკოლაში. აი როგორ შეიძლება სკოლის განადგურება და ბავშვების ამოხოცვა ვიღაცამ გაამართლო რაღაცით და რაღაცაზე შეწირობს ხობრად რომ უკეთესი მოამზადოს რაღაც სისულელეები რა. იმ ბავშვის და მის ოჯახისთვის ხო დამთავრდა ყველაფერი რა. ხო და ამიტომ ხალხო არ შეიძლება ეს რაღაცეები ასეთთან თამაში. ჩვენ ქართველები და საქართველო
შეიძლება პირიქით ამ მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დივიდენდები მივიღოთ თუ კი ჭკუით მოექცევა ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მოსახლეობა მთლიანად და საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა ჩვენი მთავრობა და მართველი ეგრეთ წოდებული ელიტა რა ანუ რაც კიდე აქვს მაგრამ იმ პერიოდში როდესაც ასე იგული ყველაფერი იწვის და რაღაცა იქ რა ქვია შეიძლება წყალზე გაჩნდეს მაგალითად ძალიან დიდი მოთხოვნილება ხო ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა რომელსაც წყალუხვი ვართ და გვაქვს იმდენი დასალევი წყალი რომ ყველას დავალევიებთ ამ წყალს თუ ჭკუი ოღონ ისე არა რომ გადაგვიარონ რა ასე იგი მივაწოთ აი მის დაორგანიზება შეიძლება რომ არავინ არ შემოუშვათ დიდი რაოდენობით ტოლვილები არამედ თქვათ რომ რაღაცა თქვენ იქ ბანაკები გქონდეთ იქ ერაყში რაღაცა რა ვიცი თუ გინდა სომხეთის საზღვართან ახლოში იქ ფერეიდანში მაგრამ მანდ მოგიტანთ წყალს და დაგალევიებთ სნოს წყალს და ბორჯომს არაა პრობლემა არ მოკრავთ წყურვილით წყალის ფასი იქნება ბენზინზე და ნავთობზე გაცილებით მეტი დიდი და გადაიხდიან იმიტომ რომ აქვს ფულის მეტი რა აქვს იმათ იმ არავებს და იმ თუნდაც ირანელებს გადაგვიხდიან ანუ ჩვენ შეიძლება ეკონომიკური სარგებელიც ვნახოთ ამ სიტუაციიდან და გეოპოლიტიკურიც როგორც ასე რომ ვთქვათ სიმშვიდის და მშვიდობის სავანემ ირგვლივ მოკიდებულ ცეცხლში აი მაგალითად უკვე ზაფხულში დუბაიში კი აღარ წავლენ ეს რუსი ოლიგარქები ანუ ჩამოვლენ ბათუმში თუ კი ჩვენ მანამდე შევინარჩუნებთ ამისი აბსოლუტური გარანტია რომ სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და რა პრობლემა საფხულში ბათუმში ან თქვა ქობულეთში დასვენება ნებისმიერი ტურისტისთვის დუბაიში წასვლას ნამდვილად ვიღარ ურჩევთ რა ის ხო აი ასეთ რაღაც მომენტებში შეიძლება თუ დაგეგმა ნორმალურად სტრატეგიულად ადამიანმა შეიძლება პირიქით შოდის უკეთესიც იყოს რაღაცა მომენტში რა რაღაცა დივიდენდებით შეიძლება მივიღოთ იმიტომ რომ ბიჭო სტრატეგიულად ესე იგი მთელი თუ რამე გზები არის საქართველოზე გადის ანუ ლოჯისტიკის კუთხით ხო აი იქ ყურე გადაიკეტა ჩვენ შავ ზღვაზე გასასვლელი გვაქვს ჩვენგან შეიძლება წამოვიდეს და აქედან გავიდეს რაღაცა ჩვენი ტერიტორიიდან გავიდა რომ ჩავ ზღვაზე და იქიდან მე მთელ ევროპას მივაწოდოთ ყველა სახის ისა რა ქვია ორივე მხრიდან როგორც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სამხრეთი ტურისტული ქვეყანა ვართ. ან ხელშემალი გახდეს გამტარი ტერიტორია. ტურისტული ქვეყანა ვართ და შეიძლება რომ ტურიზმზე კიდე ხალხმა იმასნას რაღაც სული მოითქვას. თუ კი ესე იგი სხვაგან შემცირდა ტურისტების ნაკადი, თქვა თურქეთი არ გეგონდა, თუ კი ირანმა მოახდინა ამის თქმა და მოვწვა კიდე რა, ირანმა კი არა, ისრაელმა მაინც თავისას მიაღწევდა ამერიკის დახმარებითაც დიდი ძალისმიერი დარტყმით გაანადგურა ირანი. თვითონ ამბობენ რომ ერთადერთი რეგიონში ვინაც შევა მაგათი კონკურენტი არის ძალა რომელიც შეიძლება კიდე რაღაც ისლამური სამყაროს წინამძღოლობა მებაირაღეობა თავისთავად მე გადაიღოს და აიღოს იქნება თურქეთი. ანუ თურქეთი იქნება შემდეგი შეტევის ასე ვთქვათ სამიზნე ისრაელისთვის. და ეს კიდე გეგმაშია რომ ერთ თურქეთშიც უმაზე ვარისი კიდე მოაწყონდა იმასთან ომი ატეხონ. ამიტომ თურქეთის ასე ვთქვათ პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია და მისი ტურისტული მომავალი ძალიან ბუნდოვანია და ეს შეიძლება საქართველოსთვის იყოს თქვათ მოკლევადიან და საშუალებადი პერსპექტივაში ჩვენი ტურიზმა იხეილოს, მაგრამ ეს არაფერს ჩვენ არ მოგცემს, თუ კი ჩვენ დღეს და ჯობდა კიდე გუშინ დაგვეწყო ამეთი არ ბოლო დავაყენეთ ფეხზე ქართული და საქართველოში ხნათესვა და წარმოება და საფსოფლის მეურნეობა. ეს იქნება მთავარი ხერხემალი. ახლა ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა სტრატეგიული არის სახელმწიფო პროგრამები, რომ თავისი სუბსიდიებით და ყველაფრით და ბანკი და სოფლის ბანკი და საავადმყოფო გაუშვათ 300-ზე ბოლო რომ ჩვენ უფრო მეც ვიშოვით, არ გვინდა მაგათი კრედიტები. თუ კი ჩვენ მოგცემენ ნებას ჩვენი პროდუქციების ჩვენი გლეხის სუბსიდირება და დოტაცირება მოახდინოთ რომ იმან აწარმოოს კაცო საქართველოში მოიყვანოს კარტოფილი იქნება ხალხი პომიდორი ახლა რომ შემოგაქვს ჩინეთი ირანიდან შემოქონდა ნიუ-იორკი აღარ შემოვა ირანიდან და რახჭა ბოლო ხო ახლა მაინც უნდა გააზრიოს კაცო ღმერთმა რა თქვა ხელი გააზრია და ნაშველი იქნებიო აი საქართველოს თავისი საკმაოდ თავისაყოფ კი ესეთი მიწები გვაქვს წყალი გვაქვს ყველაფერი დამუშავება უნდა მარტო სასუქი შეიძლება გააკეთო იმ არა მაგის პრობლემა და შემოიტანო ესე იგი საქართველოს ახლა რო აქვს მაგის საშუალება რომ თვითონ აწარმოოს სოფლის მეურნეობა განავითაროს და მთელი რეგიონის მომარაგება შეუძლია პროდუქციით თუ კი ამისი ნება იქნება ნახე ნებაზია ნახე კომენტარში დაიწერეს ობა კომენტარში დაიწერეს ხალხის გარჯა და შრომა გვიწერდნენ ზეგან კომენტარში რომ არ ხდება გლეხის და ფერმერის ხელშეწყობა და ყველა მიატოვებს სოფელს იძულებული გახდება საბოლოო ჯამში ისე იქცევი ანუ ნახე როგორი მოცემულობა ჯერ ჩვენ თვითკმარი ქვეყანაც კი არ ვართ ყველაფერი სხვაზე ვართ დამოკიდებული და შენასაც ამბობ ეს ჩემთვის არის ძალიან ტკბილი ოცნება და გონია რომ ამ პერიოდში ამ ეტაპზე
თუ კი გონივრულ გადაწყვეტილებებამდე არ მივა ხელისუფლება, ეგ მიუწეველი იქნება. ჩვენ თვითკმარიც კი არ ვართ, არათუ სხვა მოვამარაგოთ. ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს უკვე. თეკნა შემოგაგდეს ესე სპეციალურად გააკეთეს. ახლა შენ მქონდა საუბარი არჩიბალდ ბეკერსთან და ის გეტყოდა ხოლმე ამ მიყურებებ ლონდონ, მაგრამ ახლა ის უფრო კარგად აღიხსნის გლობალისტების ოინებს ბანკების და ნეოკოლონიალური ინსტრუმენტების საშუალებით, როგორც ესე იგი სპეციალურად ანადგურებენ ჩვენ ქვეყნებში საკუთარ წარმოებას, რომ დამოკიდებული გავხადონ და გაზიდონ კაპიტალი რა ჩვენ ქვეყნებიდან და ვიყოთ მათხრად რომ იქნება რაღაცა ურკმაპური გადმომიგდო რა. ამას ხო წლები და წლები ამაზე მუშაობდნენ რომ ეს რეალობა დამდგარიყო. და ჩვენ სანამ ამას თქვი, ჩვენ სანამ ჩვენი საკუთარი პარაზიტებიდან არ გავთავისუფლდებით, ჩვენ ვინაც დაგვაჯდა თავზე ეგრეთ წოდებული ელიტები და ეგრეთ წოდებული საბანკო და საბინანსო ესე რა ქვია კიდე სისხლისმცველები, სანამ ამათგან არ გავწმინდათ ქვეყანას, მანამდე ქვეყანას არაფერი არ უშველება. იმიტომ როგორ ვიღაცამ ხო უნდა შეიმუშაოს ეს კონცეფცია, რომელიც ქვეყნის გადარჩენის გზას დააკეთებს და შეიმუშაოს და ჩართოს ეს პროგრამები სოფლის მეურნეობის აღორძინების, წარმოების აღორძინების საქართველოში და გლეხის და ფერმერის გაძლიერების პროგრამა. ამას ეს ვაჟბატონები არ დააკეთებენ, იმიტომ რომ მათ არაფერი ამათ თავის საკუთარი ინიციატივით ასოც არ გაუკეთებიათ. ესენი რაც მოვიდა, ესე იგი რა ქვია, გამსახურების გაგდების მერე ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ საღაციდან წამოსული დირექტივის და დაწერილი ინსტრუქციების შესაბამისად. იმისი ფანტაზიაც არ აქვს რამე თავისი მოიფიქრონ. აი, რასაც აქამდე თავისი ჯიბეებში და თავის გამდიდრებაზე მუშაობდა ეს ხალხი, მთავრობას და ხელისუფლებას უუძახეთ. იმისი მიათედი საქართველოსი მომავლის და ქვეყნის განვითარებისთვის და გლეხის და წარმოებლის და ქართველი შრომელი ადამიანის განვითარებისთვისაც რომ გადაეგდოთ მიათედი ნაწილი 10% მაინც. უკვე ისიც საკმარისი იქნებოდა რომ ქვეყანა ფეხს წარმოიდგამდა. მაგრამ არ უნდათ ამ ვაჟბატონებს, ამათ უნდა მარტო ესენი იყვნენ კარგად და ხალხი იყოს ყველა მათ მონობაში და მე რაღაცა 1 კილო კარტოფილის და ხმა მიწის არჩევნებში და დამთავრდა ეს შემობატონებო და ხალბატონებო ვინაც მართვის მექანიზმა დააქვთ ეგეთ შემონახულება. კი, მაგრამ ესეც მთავრდება უკვე, არც აღარ გაგივათ, ვერც თქვენ ვეღარ იხეირებთ. გასაქცევი იქნებით უყველად ადრახანი საქართველოსთან. და თუ გორიათო სხვაგანსამდე დაიმალებით, ისეთი დრო იქნება და ისეთი ომი მოდის, ხო ვერსად ვერ დაიმალებით. მესამე მსოფლიო ომს ვერავინ ვერსად ვერ დაემალება. ყველაზე მეტი დაცული ადგილი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს. რაოდენ გასაკვირცა უნდა იყოს ეს. და ეს არა ჩვენი დამსახურების გამო, არამედ უფლის მოწყალების გამო და ღვთისმშობლის კალთის გადაფარების გამო. და ამიტომ ჩვენი ერთადერთი ხსნა, სულიერი გზით ხსნაზე თუ საუბარი, ეს არის ისევ დაბრუნება უფალთან, ღვთისმშობელს შევავედროთ, ლოცვა, მარხვა და პატრიარქის ანდერძის გზით სიარული. კითხვა კიდევაც რომ სწორედაც პატრიარქი გვეუბნებოდაო, მე მაგაზე უკეთეს ალბათ მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებ, შეიძლება შეგახსენოთ უბრალოდ ის რაც გვეუბნებოდა ის ღვთისმიერი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა კობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ყველა თემას შევეხეთ, მგონი ყველა თემაც ამოვწურეთ და თან უნდა აქვე გაგიჟღერო რომ ერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა შენთან ერთად დადგომის სურვილი და ალბათ ერთი კვირაც რომ გავა დაახლოებით კვირა ნახევარი მე შემოგეხმიანები მაგ თემაზე. გიორგი მითხრა ლობჯანიძემ სიამოვნებით დავждებოდი და ვისაუბროდი ბატონ კობასთან ერთად ლაივში. ხვალ ვაჟბატონი მყავს მოწვეული არჩიბალდ მეკეშთან ერთად და საინტერესო თემა მაქვს შერჩეული და იქეთ ერთი კვირის თავზე მოკითხვა ბიჭებს ორივეს გიორგისასთან არჩიბალდსაც. კი, ნახეთ როგორ მინდა კვირაში ერთხელ მაინც მინდა გავაკეთო ისეთი ლაივი, სადაც მხოლოდ ჟურნალისტი ვიქნები და ჩისტა კითხვები მექნება ორივე მხარესთან. გიორგი ლობჟანიძე აქ რამოდენიმე რეგალია, არის ფსიქოლოგიც, ძალიან ბევრ სფეროშია ეს ბიჭი განათლებული და ერთი მხრიდან აქეთ პოლიტიკოსი დაჯდება, ამ პოლიტიკის მკვლევარი დაჯდება, აქეთ ფსიქოლოგი. ტანდემი მინდა და საინტერესო თემები, რომლებიც დღევანდელ ტელევიზიაში თითქმის არსად არ არის ხოლმე და ხვალიდან ვიწყებ პირველი ხვალ იქნება ეგეთი და მე ერთ კვირაში შემოგეხმიანები აუცილებლად, რადგან თავად გამოთქვა სურვილი და ვიცი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ძალიან დადებით იგავთ გამიხარდება, ესეც თუ შედგება და გამოგვივა და თემას რა თქმა უნდა მე შევათანხმებთ წინასწარ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სამონებით და წარმატებებით თქვენ. მადლობა ძალიან დიდი. შვიდობიანი საღამო, მადლობა მაყურებელს, დალაიქება, გაზიარება რაც იქნება, ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.
ეს ვიდეო მთლიანი დაიდება როგორც Facebook-ზე, ასევე აიტვირთება YouTube-ზეც. რაღაც ნაწილს მაინც TikTok-ზეც ავტვირთავ. დიახ. ერთ სიტყვას დავამატებდი, ისიც ხას მინდოდა, აი ყველას მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი და მთავარი არ დაგვაუწყოს ხალხო რა. რაც არ უნდა მოხდეს ახლა უახლოეს კვირებში და თვეებში და თუნდაც ამ წელს და გაიცადა მის მერე ჩვენს ირგვლივ. მთავარია არ დაკარგოთ ადამიანობა. ადამიანობა არ დავკარგოთ, ეს არის მთავარი. პირველი ეგ არის ჩემო კობა, ყოველთვის მაგას ვამბობ ხოლმე პროფესიამდე ჯერ ადამიანებად ვიბადებით, თუ კი ადამიანობა გამოგეცლება მნიშვნელობა არ აქვს თავში რამდენი ჩაიდე, რა განათლება მიიღე, ამას ნული არის მაგ დროს შენი ფასი, როცა ჯერ როგორც ადამიანი ჩაიკარგები სამყაროში. ჯერ უნდა დარჩე, ბოლომდე უნდა დარჩე ადამიანად და მაშინ ხარ მაგარი, თორე პროფესიას ყველა შეიძენს, ვისაც ოდნავ გახსნილი გონება აქვს და ყველა შეძლებს რაღაც დაიზეპიროს ან ისწავლოს და მერე ის გამოიყენოს პრაქტიკაში, მაგრამ ადამიანობა თუ დაკარგა, მნიშვნელობა არ აქვს იმან, რაც არ უნდა აკეთოს ჩემთვის ნულის ფასი. ადამიანებად უნდა დავრჩეთ ყველანაირი განსაცდელის პირობებში რა, ესაა ჩემი თავარი მესიჯი ჩემი თანამამრავლების მისამართით. მადლობა. დაიხარე, მშვიდობიანი საღამო, ნახვამდის. მადლობა ყველას.